მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გაიგეთოთ, ახლა თემატიკა იქნება ასეთი. რა უნდა იცოდეთ თქვენ პარტნიორზე? ჩაიდგეთ თქვენი პარტნიორი, თქვენი თავი და ნახოთ ვინ არის თქვენი პარტნიორი. მივხვდეთ რამდენად თქვენზეა ეს გაშლა. თუ ეს გაშლა არ დაემთხვა, გადმოდით ჩემ გვერდზე არჩიეთ სასურველი თემატიკა და გაშლა და უყურეთ იმ გაშლას. კარტები ძალიან ჩქარობს თქმას ვინ არის და რა უნდა იცოდეთ მასზე. ამიტომ გავიგოთ ვინ არის პატარა იდენტიფიკაცია დავებენა თქვენ პარტნიორზე, თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანზე ვინ არის თავის კომფორტის ზონაში ყოფნა როგორ უყვარს, როგორი ტრიპლეტი ამოდის 9,000 ესეთ კომფორტის ზონაში ზის თავის ემოციების, თავის სტაბილურობის, ასე თუ ისე ემოციურად, სტაბილურად მაღალ პოზიციაზე უყვარს, ცოტა ეგოცენტრიული ადამიანია და მე ვიყო კარგად პირველ რიგში თავის ემოციურ ფონზე ზრუნავს. ადამიანი დავფარავ რო არ დაიბლოკოს ვიდეო 21 მაღალი არკანით არის შესაძლებელი რომ დისტანციებზეა თქვენთან მიმართებაში, ანუ ტერიტორიული სიშორე გაშორებთ, ან შეიძლება ახლოს არის, მაგრამ კონტაქტი გაქვთ მხოლოდ ინტერნეტით, სოციალური ქსელებით და ამას აჩვენებდეს 21 მაღალი არკანი, მაგი არის. პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება ადამიანი არის მაგი, არ ვიცი, ეზოთერიკოსი, წარმომადგენელი, ერთგვარად ეზოთერიკის მიმდინარეობების, ეს იქნება ტაროლოგია, ნუმეროლოგია, ფსიქოლოგია, ყოველგვარი ასტროლოგია, ყველაფერი, ასე ვთქვათ, რასაც მოიცავს მაგის მაღალი არკანი, ეს არის პირველი ადამიანი, პირველი, ასე ვთქვათ, წინამძღოლის კარტია ერთგვარად. მე ყველაფერში გამარჯვებული და ყველაფერში პირველი ვარ, ასეთი პიროვნებაა. თუ არც ეზოთერიკას თუ გვერდზე გადავდებთ, ასევე ადამიანია, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში თავისთავად მშრალად და ლამაზად გამოყავს, რაც არ უნდა დამნაშავე იყოს. ვერძების კარტია კიდევ, ამასაც გეტყვით, შეიძლება ვერძის სტიქიას წარმოადგენდეს, მაგრამ საერთო გაშლაში ყველასთვის ვერძი ვერ იქნება, რასაკვირველია, დეტალებს ვყვები ხოლმე, რომ მივხვდეთ რამდენად თქვენზეა ეს გაშლა. ასევე არიან მასწავლებლები, წინამძღოლები, როგორც გითხარით, რაღაცა ტრენინგის ჩამტარებლები, მასწავლებელი, წინამძღოლი, წინ რომ მიდის და ასე ვთქვათ, რაღაცნაირად გზას უჩვენებს თავის ქვეშევრდომებს ბრჭყალებში, თავის მოსწავლეებს, მოდი უკეთესი სიტყვა ალბათ ეს, 4-ვე სტიქი ამის ხელშია და ნებისმიერ სიტუაციაში იყენებს თავის სასარგებლოდ, როცა რა ჭირდება. ასევე არიან ხალხური მედიცინის წარმომადგენლები, ასე ვთქვათ, მალამოებს რო ამზადებენ, ან რაღაცა სიტყვით შველიან ადამიანებს, ამაში არის ასევე ფსიქოლოგიური მომენტები, მანუგეშებელი, რაღაცნაირად გვერდში მდგომელიც არის, დადებით მხარეს თუ განვიხილავთ, მაგრამ მინუსში თუ ვიტყვით, ძალიან კარგი მანიპულატორი ადამიანია, თავის და სხვის თავის თავს გამოიყვანს ყველა სიტუაციაში გამარჯვებულად და მშრალად, ასე ვთქვათ. და ძალიან კარგად შეუძლია ადამიანის ფსიქოლოგიაზე და ემოციებზე თამაში და მანიპულირება სათავისოდ. აი ესეთი იდენტიფიკაცია შეიძლება ადამიანი ასევე მუშაობდეს ან რაღაცა სამუშაო ჰობის სტილში, შეიძლება ინტერნეტში ერთგვარი რაღაცა მიმდინარეობა აქვს, რაღაცას მუშაობს, ესეც არ არის გამორიცხული. თუ ატყობთ რომ თქვენზეა, თქვენ პარტნიორზეა საუბარი, მაშინ გავიგოთ რა უნდა იცოდეთ მასზე. რა უნდა იცოდეთ მასზე. დიდი ალბათობით დისტანცია თუ არ გაქვთ ტერიტორიული, შეიძლება ბოლო პერიოდში მხოლოდ სოციალური ქსელებით, ინტერნეტით გაქვთ მიწერ-მოწერა, დისტანცირებული, ანუ შეხვედრების გარეშე. უნდა იცოდეთ, რომ რაღაცნაირად ახლა თავდაცვის მომენტშია. ერთგვარად თავი აქ გატეხილი, წინა ცხოვრებაში კი არა და წინა სიტუაციებიდან რაღაცა თავში მოხდა, თავისი დაუდევრობით, ასე ვიტყოდი, შეცდომებით, გულწრფელობითაც შეიძლება რაღაც მომენტში და
ეხლა ცოტა დისტანცირებულია თქვენთან, დისტანცირებულია საერთოდ საზოგადოებასთან და ღობე აქვს ერთგვარი ხალხსა და თავის ცხოვრებაში აღმართული და ძალიან იოლად არ უშვებს ადამიანებს მის ცხოვრებაში რომ ჩაიხედონ, მისი ცხოვრების დეტალები გაიგონ. თქვენ წარმოადგენელი ხართ როგორც ჰაერისტიკის დედოფალი, ეს წარმოადგენს ხოლმე ტყუპებს, სასწორს და მერწყულის ნიშანს, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ საერთო გაშლაში ყველა იყოთ ჰაერისტიკია, უბრალოდ მენტალურად ძალიან განვითარებული ქალბატონია, როგორც წესი ჰაერისტიკის დედოფალი. გაშლა ორივე სქესისთვის არის, შეგახსენებთ ჩემი გაშლები, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ. ძალიან მენტალურად განვითარებული და ცივია, ცოტა არ იყოს გრძნობას არ მიყვება, უფრო გონებით აწონ-დაწონის რა ჭირდება, რა არის სარგებლიანი მისთვის, რა როგორ სიტუაციაში, როგორ უნდა გონებრივად მოიმოქმედოს და არა გრძნობებით, ასე ვთქვათ, ემოციებისგან დაცლილი არ არის, იქ თავის კუნჭულში რაღაცა ტკივილები და წარსული ურთიერთობებიდან იმედგაცრუებები აქვს, სწორედ რის გამოც ცივ დედოფლად იქცა, ასე ვთქვათ, ჰაერისტიკის დედოფალი. ასევე შეიძლება მან კარგად იცის, რომ ჩახედული ხართ ერთგვარ კანონიერებაში, სამართლიანობის ეტალონი ხართ, ასე ვთქვათ, მისთვის და ესეთი კანონიერი, ცივი, ზედმეტი ემოციების გარეშე უყურებთ მასთან ურთიერთობას, ასე წარმოუდგენია და ამ ურთიერთობაში თulis რომ გამარჯვების რაღაც ეტაპს ეხლა ადგას, სადაც აი ამ თავდაცვით მომენტში გამარჯვებული ფიქრობს, რომ არის თქვენთან მიმართებაში, აი რაც უფრო დისტანცირებულია და რაც უფრო მეტად არ გახედებთ თავის ყოველდღიურობაში, ასე ვთქვათ, თulis რომ ეს არის ერთგვარი მისი გამარჯვების ალამი თუ რა არ ვიცი დროშა თუ რაღაცა წარმატების საწინდარი, რაც უფრო ნაკლები გეცოდინებათ ეხლა, რომ უფრო გამოგიყვანოთ, ასე ვთქვათ, წონასწორობიდანაც, უფრო ემოციებზე თქვენ წამოგაგოთ, უფრო თქვენ გააქტიურდეთ მის მიმართ. ერთგვარი ტაქტიკაა მისი მაგისეული, ესეთი манипуляტორული რეჟიმი, რომელიც მას აქვს ხოლმე როგორც წესი, ამ მომენტისთვის თქვენთან მიმართებაში ჩართულია. კალოდის ძირში გვიჩვენებენ მე-13 მაღალ არკანს, ეს არის სიკვდილი, ეს არის ტრანსფორმაციის კარტი, დიდი ტრანსფორმაცია ხდება ამ ადამიანში და საერთოდ თქვენთან მიმართებაში, ურთიერთობაში. თუ გქონდათ არეული სიტუაციები და ჩხუბები და ეჭვიანობები და ასე შემდეგ, აღარ ჩამოთვლი, ეს არის ტრანსფორმაცია, სრულიად იცვლება ის სიტუაციური მომენტი და პირიქით. ანუ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია ხდება ამ ადამიანში, მის ცხოვრებაში საერთოდ შეეხება იმას, რომ რაღაცნაირად ხელფეხშეკრული იყო და კუთხეში იყო მისი მენტალური მდგომარეობიდან გამომდინარე, თვალებიც ახვეული ჰქონდა, ხელებიც შეხვეული, თითქოს ნაბიჯის გადმოდგმა არ შეეძლო თქვენთან მიმართებაში, ურთიერთობაში. ახლა აჩვენებენ, რომ 7-იან ჟეზლით ყველა მის ამ პრობლემას, რომელიც თქვენ წინაშე იყო, აი ეს 6 ჟეზლი, თქვენ ურთიერთობაში რაც პრობლემები იყო, ვიღაც ადამიანები პრობლემები იყო, რაღაცეები ხელს გიშლიდათ შეხვედრასთან და ურთიერთობასთან, ადამიანი ამოქმედებულია და 7-იან ჟეზლით ხედავთ ყველა ამ ჟეზლზე მაღლა დგას და ყველაფერს უმკლავდება ნელ-ნელაობით, ასე ვთქვათ, მაგრამ უკვე ამოქმედებულია, ანუ ტრანსფორმაცია მიმდინარეობს ამ მხრივ მისი, რომ გაშეშებული მდგომარეობიდან გადავიდა უკვე მოქმედებაზე. იმიტომ რომ მერვე მაღალი არკანი, ეს არის ძალა, ძლიერი ქალი ხართ მისთვის და აი ამ კარტიდანაც გვაჩვენა უკვე რომ ძალიან ძლიერი ხართ მისთვის, ეს არის ძალიან დიდი მიზიდულობა ადამიანის, ხედავთ ლომი ყავს მოთვინიერებული ამ ქალს, უზადოდ ძალიან ძლიერია შინაგანად, ანუ მან იმის მიუხედავად რომ მაგია და манипуლირებს რაღაც მომენტებში თქვენ ემოციებზე, ძალიან კარგად იცის რომ ძლიერი ხართ, მომთმენი ხართ, რომ ბევრ რაღაცას გაუმკლავდით უკვე და ბევრსაც გაუმკლავდებით, ამიტომ არ ეპარება ეჭვი თქვენ სიძლიერეში, შეიძლება ამას პირდაპირ არ გეუბნებათ, მაგრამ უნდა იცოდეთ ეს, რომ მის თვალში ძალიან ძლიერი ქალი ხართ, რაც შეეხება არ შემიძლია გამოვტოვო ის სიტყვა, რომ ეს არის ძალიან ძლიერი სექსუალური
მიზიდულობაც ამ ქალბატონის მიმართ ძალიან დიდი ძლიერი სურვილი მასთან პირადი კონტაქტების, შეხვედრების და ასე ვთქვათ ინტიმური კავშირების, რაზეც შეიძლება ორჭოფობდა და არჩევანი ქონდა, ანუ ეხლა გადმოხრილია თქვენსკენ. მიიღეთ, ძველი დაანგრია და მოდის თქვენსკენ. მოდის ახალი ეტაპით, შუთი, ახალი